მე არ ვიმალებოდი 7 ოქტომბრის შემდეგ. მე გაურბოდი ეგვიპტიდან. მე გავიქეცი ეგვიპტიდან, იფტიდან მუსლიმთა საძმომდევნიდან. მათ ერთი მიზანი აქვთ, დასავლეთის განადგურება. და ამ კვირაში ვაშინგტონში ქრისტიანები ისრაელის მხარდასაჭერად კონფერენციაზე ვარ. ვხვდები ყველაზე საინტერესო სპიკერებს, რომლებსაც აქვთ წარმოუდგენლად რევოლუციური იდეები. და ეს არის შესაძლებლობა შევხვდე მსგავსად მოაზროვნე ადამიანებს. ეხლა ხავს ძველი მეგობარი, რომელიც ჩვენს გადაცემაში უკვე ორჯერ იყო, ჩემი კარგი მეგობარი დალია ზიადა. დალია, როგორ ხარ? ძალიან მიხარია შენი ნახვა, ძალიან მიხარია შენთან ერთად ყოფნა. ძალიან კარგია შენი ნახვა, პირველად რო ინტერვიუ ჩამოგართვი. მითხარი იმ საშინელი გამოცდილების შესახებ, რაც ეგვიპტეში გქონდა, როცა ფაქტობრივად თქვი, რომ 7 ოქტომბერი ცუდი იყო. შენ გდევნიდნენ. შენ წახვედი და ამერიკაში ჩამოხვედი. მეორე ჯერზე, როცა ინტერვიუ ჩაგიტარე. მითხარი იმ საშინელი გამოცდილების შესახებ, რაც კოლეჯის კამპუსში გადაგვდა, როცა ახლო აღმოსავლეთზე სასაუბროდ წახვედი. და ვიღაცამ ღმერთის გულისთვის შენ მოწამლას სცადა. მაგრამ ეხლა უკეთეს მდგომარეობაში ხარ. ეხლა ბევრად უკეთეს მდგომარეობაში ვარ. მახსოვს პირველად რო ვისაუბრეთ, ეს იყო ჩემი პირველი კვირა აშშ-ში, მას შემდეგ რაც ეგვიპტიდან გაქცევა მომიწია. დიახ. და მე არ მალავდი თავს. მე ვიმალებოდი, შენ არ იმალებოდი. კი, მალავ. და მახსოვს სურათი დავდე და შენ მითხარი, არ თქვა სად ვართო. ზუსტად. დიახ. ზუსტად. ეხლა აი აქ ვზივარ თქვენთან ერთად ვაშინგტონში, DC-ში. ეხლა მუშაობ როგორც ვაშინგტონის DC-ის კოორდინატორი და მკვლევარი ISGAB-ში, მაგრამ გლობალური ანტისემიტიზმისა და პოლიტიკისა და აკადემიური კვლევის ცენტრისთვის. სწორი და სამართლიანი საქმისთვის ვიბრძვი. არა მხოლოდ ებრაელი ხალხისთვის, არა მხოლოდ ანტისემიტიზმის წინააღმდეგ, არამედ ლიბერალური დემოკრატიისთვისაც. ცივილიზაციისთვის, ზუსტად ასე. ყველა იმ ძალის წინააღმდეგ, მარჯვნივაც და მარცხნივაც და ყველა ცუდი რელიგიური იდეოლოგიის წინააღმდეგ, რომლებიც დასავლური ცივილიზაციის შიგნიდან განადგურებას ცდილობენ, ეხლა ძალიან აღფრთოვანებული ვარ, რო ვამბობ. მე ვარ საოცარი გუნდის ნაწილი, რომელიც ამ ბრძოლაში იბრძვის და მგონია, რომ ეს ჩემი შურის ძიების ასპარეზია. ვაგზიარებთ ერთ სცენას, რომელიც ამას შეაჯამებს. 2023 წლის ოქტომბერში, 7 ოქტომბრის შემდეგ მე ვგარბოდი ეგვიპტე. მე გამოვტოვე ეგვიპტე. მუსლიმთა საძმოს მიერ დევნილი, სალაფიტების მიერ, თუნდაც ჩემი თანამემამული ეგვიპტელები და ჩემი საკუთარი მთავრობაც, რომლებიც მოღალატედ მთვლიდნენ, რადგან ჰამასის წინააღმდეგ საუბრობდნენ. ეს იყო 2023 წლის ოქტომბერი. დრო რო წინ გადავახვიოთ 25 ოქტომბერს თეთრი სახლიდან ჩემს უფროსთან ერთად გამოვდიოდ. ჩარლზ სმოლი, რომელსაც ერთ-ერთ თქვენს ეპიზოდში ინტერვიუ ჩამოართვით. და მას შემდეგ, რაც თეთრ სახლში მაღალი თანამდებობის პირებთან შევხვდით, მივაწოდეთ მათ ანგარიში, რომლის დაწერაშიც მეც მონაწილეობდი მუსლიმთა საძმოს შესახებ. და გვითხრეს, რომ მუსლიმთა საძმოს ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადებენ და ეს ამბავი რამდენიმე დღეში დახდება ცნობილი. წარმოიდგინე ეს დაახლოებით 2 წელი. რისი წრის დახურვა. ისე ადამიანები, რომლებმაც გდევნიდნენ და დაგაძალეს შენი სამშობლოს დატოვება, შენ იყავი ნაწილი. ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადებული ხო. აქ ვარ თეთრ სახლში, ვებრძვი მათ და ვხედავ ამ მომენტს, როცა მათ ტერორისტულ ორგანიზაციად აცხადებენ. და ამას სხვებზე ადრე ვესწრები. ეს იყო მახსოვს, ეს საოცარია, მადლობა ღმერთს. მაგრამ შენ ამის ნაწილი იყავ. მე ამის ნაწილი ვიყავი. მათ უნდა დაეტოვებინე იქ. შეხედე რა ზიანი მიაყენე მათ. ზუსტად ვიცი. შესაძლოა ეხლა ნანობენ. გონია რომ ნანობენ. ხო, მაგრამ მე ძალიან გამიმართლა. მე ვიპოვე ჩემი ხალხი, სწორად ის ადამიანები, რომლებმაც შეძლეს ჩემი გაძლიერება სწორად, რომ სწორი საქმეები მეკეთებინა. და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ამ ბრძოლაში ვარ, რადგან ეს არის ის, რაშიც ყოველთვის მჯეროდა. ხომ იცი, ლიბერალურ დემოკრატიული ღირებულებები. ეს არ ეკუთვნის მხოლოდ ერთ ადგილს, ხო იცი? არ ეკუთვნის მხოლოდ აშშ-ს, არ ეკუთვნის მხოლოდ ისრაელს, არამედ ნებისმიერ ადამიანს, ვინც ფიქრობს, რომ თავისუფლება რაღაცას ნიშნავს, ხო გესმის? ეს არის ის ძირითადი საქმე, რასაც ახლა აკეთებ დალია. რა ტიპის კვლევას ატარებ? ასე რომ ISGAB-ში სინამდვილეში ყველაფერს ვაკეთებთ, პირველ რიგში რაც ISGAB-ში ჩვენს მუშაობას განსხვავებულს ხდის, ეს არის ადამიანები და კვლევის ხარისხი. ასე რომ ადამიანები, ჩვენ ხვალ შესანიშნავი გუნდი 10-ობით მკვლევარით, საუბარია 40-ზე მეტ ადამიანზე. სოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან, სხვადასხვა გამოცდილებით, სხვადასხვა სპეციალიზაციით.
სხვადასხვა რელიგიური და კულტურული წარმომავლობითაც, რაც ნამდვილად ამდიდრებს კვლევას. და კიდევ ერთი რამ, პროდუქტების ხარისხი. ჩვენ ესე ვთქვათ, მხოლოდ მოკლე ბრიფინგებს არ ვამზადეთ, რასაც ყველა აკეთებს ვაშინგტონში. ან სოფლიოს ნებისმიერ სხვა დედაქალაქში. მაგრამ მაღალი დონის აკადემიური კვლევა, რომელიც საკუთარი თვალით ვნახე პოლიტიკის შემმუშავებლებ. აქ და შემდეგ არის, სხვათა შორის, ასევე ყველგან და ზოგიერთ არაბულ ქვეყანაში, სადაც ჩვენ ასევე ძალიან კარგი კონტაქტები გვაქვს. და ისინი ამას ძალიან ელოდნენ. რადგან ყველაფერი, რაც მათ ჰქონდათ, მხოლოდ ზედაპირული ინფორმაცია იყო, იცი? მხოლოდ ადამიანები ზედაპირს ეხებიან, მაგრამ არავინ მიდის ისე ღრმად, როგორც ჩვენ მივდივართ. ვანალიზირებთ იდეოლოგიებს, რომლებიც საშიში არის ამერიკისთვის და სხვა დასავლეთის ქვეყნებისთვის. ვუკავშირებთ მოვლენებს, რაც მიდის შუა აღმოსავლეთში და რაც აქ მიდის, რასაც ბევრი ადამიანი არ აკეთებს, განსაკუთრებით, როცა ამ მტკიცებებს უპირისპირდებით. რომ ანტიციონიზმი არ არის ანტისემიტიზმი და ანტიამერიკანიზმი, ეს იველაფერი დაკავშირებულია ერთმანეთთან. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ჩვენ გვაქვს სპეციალური საქმე. და კიდევ ძალიან მიხარია, რომ ამის ნაწილი ვარ. ვისმენენ დალია, გისმენენ პოლიტიკის შემმუშავებლები. რაიმეას აგედებენ ამ საკითხზე. ეხლა უკვე საფრთხეს გრძნობენ. ასე რომ არა მარტო იზმენებენ, არამედ ახლა ის გაფში მოდიან, რომ ამერიკის სხვადასხვა დიდი სააგენტოს პერსონალი მოამზადონ. როგორ მოქმედონ რადიკალური ისლამიზმის მიმართ, როგორ მოქმედონ პროტესტებთან, რომლებიც იველას ეხება. რომ მივოდონ მათთვის განსაზღვრული ინფორმაცია, რას ნიშნავს ეს ლოზუნგები, რომელსაც ხალხი გამოიყენებს, ვინ არიან ისინი, ანალიზაც აკეთებენ. გულისხმობ ხვენი ბოლო პროექტი, რომელიც ახლა დავიწყეთ DS-ზე. კი, და დემოკრატიული სოციალისტური ასოციაცია, რომელიც მათ უკვე გაახნიათ. მათ უნდა დაიკვათ თავისთვის ისლამისტები. ზუსტად. მათ არაფერი საერთო აქვს დემოკრატიასთან, როგორც იდეოლოგიასთან, რომელიც საშიშია ამერიკისთვის, საშიშია დასავლეთის სამყაროისთვის. ამიტომ, ამი ველას ვისაუბრეთ და ასევე, მინდა გითხრათ, ამი ველას მუშაობთ. ამიტომ, და, დიახ, გადაწყვეტილებების მიმღები გვაუსმენენ. გადაწყვეტილებების მიმღები კვლას მოდიან ჩვენთან. უკვე არა. ან ჩვენ მივდივართ მათი მიმართ. ინფორმაცია ჩვენზე მოდის. GVTK-HVT და გვეკმარეთ ამის გაგებაში. GVTK-host და გვეკმარეთ ამ და იმ საკითხებს, შორის კავშირების დახვაში. ასე რომ, მე ვფიქრობ, დიახ, ჩვენ ვართ როგორც მე ვიტყოდი, კარგი, მადლობა გმერთს, რომ ამ ადმინისტრაცია აკნობიერებს რისკისა და საფრთხის დონეს, რადგან სხვა შემთხვევაში ვფიქრობდი, რომ თუ ძველ ადმინისტრაციას დავრჩიდეთ. დღეს ძალიან ცუდი მდგომარეობა იქნებოდა. ხემე აზრით, ბევრი ადამიანია ვინ არ სურს შიშობის ნახვა, ან ეს გამოწვევა მათთვის არის. მე ვფიქრობ, მათ თავისი საკუთარი ქაჯური ნაზარიდან აკეთებენ შესაფასებას, რასაც სხვა ადამიანები როგორ იქცევენ ან რას აკეთებენ. ისინი მე ვფიქრობ, ბევრი ადამიანი და მე მინდა ვფიქრო, რომ სხვა ადამიანებიც ასევე ვფიქრობენ როგორც ისინი და ვერ იგებიან სრულად სხვა იდეოლოგიას, რომელიც სრულად სხვა ღირებულებებზე არსებობს. ისინი ვერ იგებიან ამს. პრობლემა იმაში არის, რომ ძალიან ხანია ისინი ვფიქრობდნენ, რომ რადიკალიზმი, ხამასი და იველა, ეს ჯგუფი და ირანი, ან ასევე არის ის პრობლემა, რომელიც ისრაელს ეკუთვნის. კი? ანივრული ხალხის პრობლემა. კი. მათ ვერ გააგებინა, რომ ამ სიზულვილის საბოლოო მიზანი დასავლეთია. ეს არ არის მეხსოლოდ ისრაელი, ეს არ არის მეხსოლოდ ებრაელთაერია. და რეალურად ებრაელური საზოგადოების მიზნად აგება ამავე ამერიკაში, რაც ბოლოს ორი ველის განმავლობაში ვიურე, არისო შემჩივევით. ეს არსდებოდა მხოლოდ როგორც პასუხი რამდენიმე 1000 კილომეტრით შორის მომდინარე ომით. ეს იყო განზრახული და კარგად გეგმილი. და რატომ უკვე ებრაელთაერია კონკრეტულად? რადგან თუ ნახავთ ამ რადიკალური ჯგუფების იველა ლიტერატურას, თუ კომუნისტური არის, თუ ისლამისტური, ციტელი მწვანე. მათ იველა ლიტერატურაში, მათ ერთადერთი მიზანი აქვთ, რომელიც არის დასავლეთის განადგურება. და დასავლეთის განადგურებისთვის უნდა დააკვირდე იმ სტუნებს, რომლებზეც დასავლეთი დგას და ერთგულად განადგურო ისინი. უდიდეს სტუნი. რეალურად ერთი დროის განმავლობაში. იყო ქრისტიანული იდეოლოგია. ახლა ქრისტიანული იდეოლოგია არ არის ისეთი ძლიერი როგორც ადრე. ირონიულია, დღევანდელი დასავლეთის უმეტესობა ღმერთის შემდგომ ეპოქაშია. კი. რა არის ერთადერთი სტუნი, რომელიც երկიდევ ძლიერია, რომელიც კოლექტივურ იდენტობაზე არის ორიენტირებული. შემომავლით, მათი კოლექტიური იდენტობა არ არის მხოლოდ რელიგიური, არამედ ასევე ამ ლიბერალურ დემოკრატიულ ღირებულებებზე,
გირებულებები არის თავისუფლების კონცეფცია. ეს არის ებრაელთა საზოგადოება. შვენ სელს ვუშლით. ისინი ხელს უშლიან. ამიტომ მათი მიზნებით პალესტინის გამოკენებით, ასევე ასახელული პალესტინის საქმის გამოკენებით, ანტიციონიზმის და ისრაელის მიმართ სიზარდულის პლატფორმად გამოკენებით. რომ გაიჩინოს ლეგიტიმური საფარზე ან პოლიტიკურ აცვორ ენაზე, რომ გაიჩინოს და შეითიოს და დააკარგოს ეს ებრაული სტუნი, რომელიც ჯერ კიდევ აჯენს დასავლეთს ძლიერი. ეს არის მათი მიზანი და ამიტომ ვნახეთ ამდენი სიზარდული. და ამის დამატებით ვამბობ, რომ ბოლო ველს ჩვენ ნახეთ ამ სიზარდულის დამატებული ფენა და ეს არის ევანგელიური ქრისტიანული საზოგადოების მიზნად აგება. ჩვენ ვართ იქ ამ კვირას, ისრაელისთვის გერჩანებული ქრისტიანები, რომელიც ჩემი აზრით მუსლიმურმა ჯგუფამ და სხვა ისლამურმა ჯალებმა ასევე იმად არიქვეს, რომ ეს ხელს უშლიდა ამერიკის შეერთებული შტატების ისრაელისგან გაშორებას. ამ კავშირის გაშორება, რომელიც შექმნის ის დაცვის ძალას, სავალდებულო ძალას ისლამიზმის წინააღმდეგ. სრულად გამიზნებულია ამ ველს. რა თქმა უნდა, მინდა გითხრათ, ასევე იგუფები როგორც არის სკუფი და სხვა იგუფები, ისინი ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვან საქმეს აკეთებენ. მინდა ვიქრო, რომ მათ გასაჯებია ის საშიში, რასაც მოჯიκτვით, რათაც ახლა გავიარა, ანუ, როდესაც ისინი ევრეულ საზოგადოებას იცავენ, თავს იცავენ, ისინი თავის გვიანას და თავის ცივილიზაციას იცავენ. ამიტომ იგება ამ რისკს. და რა თქმა უნდა, ისლამისტები გააგრძელებენ შედა, ისევ და ისევ გააჩინონ განშეთქილება ისრაელსა და შეერთებულ შტატებს შორის, კომუნისტებს ასევე. რადგან ისინი იციან, რომ ერთმანეთს ძალიან აძლიერებენ. შესანიშნავია, არ არის მხოლოდ ამერიკასი, მნიშვნელოვანი ისრაელისთვის და ისრაელის ძლიერობისთვის, არა მოიარე ისრაელსდეს. ისრაელი არის იველაზე ძლიერი ჩენის სამხრეთ აღმოსავლეთში, ნამდვილად ის იველაზე ძლიერი ძალა სამხრეთ აღმოსავლეთში. და თუ ამერიკაში სურს მიაღწიოს ვარმატებას მსოფლიოში, არა მხოლოდ ახლო აღმოსავლეთში, მას უნდა დაადევს თავისი დადება იველაზე ძლიერ ჩენზე, რომელიც არის ისრაელი. ისრაელი არის ძალიან მნიშვნელოვანი მოკავშირე ამერიკისათვის. დაზვერვის სამხედრო და ეკონომიკური მხრივ, და ეს არის ერთადერთი დემოკრატიული ქვიანა ამ რეგიონში. კი აქვს პრობლემები ახლა, მაგრამ ის არის ერთადერთი დემოკრატიული ქვიანა ამ რეგიონში. ანუ ისრაელი არის ისივისი მნიშვნელოვანი ამერიკისთვის. და ამის განკვეთით, ცუდი ადამიანები იგებენ. ალია, შენ რეგიონის ექსპერტი ხარ. როგორ ხედავს სპარსეთის ყურის ქვეყნებს ამ ეტაპზე? როგორ აფასებ არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და ისრაელს შორის ალიანსს? ჩემი აზრით ის ახლა უფრო ძლიერია ვიდრე ოდესმე, მაგრამ შემდეგ არიან საუდელები, რომლებიც ძალიან მინდა ვთქვა, ერთხელ ასე იქცევიან, ერთხელ სხვანაირად. და ვიცი, რომ ემსეს თავისი შიდა წნეხები აქვს. როგორ ხედავთ სიტუაციას ირანის ომის შემდეგ, როცა არ ვიცით რა მოხდება? და სპარსეთის ყურის ქვეყნები, რომლებსაც თავად დაესხა ისლამური რესპუბლიკა. მაშ, რა ხდება სპარსეთის ყურის შიგნით? თუ კონკრეტულად ყურის ქვეყნებზე გავამახვილებ ყურადღებას, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც აშშ-ს ისრაელსა და ირანს შორის ეს იყო დიპლომატიური მიწისძვრა, რომელიც ძალიან ბევრ ცვლილებას გამოიწვევს და ნებამომეცით სწრაფად ადიხსნათ, საიდან მოდის ეს მიწისძვრა. ასე რომ, სპარსეთის ყურის რეგიონი ერთადერთი რეგიონია ახლო აღმოსავლეთში, რომელიც ბოლო 2-3 ათწლეულის განმავლობაში მომხდარი პოლიტიკური მოვლენებით არ შეძრულა. მათ შორის არაბული გაზაფხული, მათგან უმეტესობა ისინი ბაჰრეინშიც წადეს, მაგრამ საუდის არაბეთი ჩაერთო და მაგრამ გულისხმობ, ისინი ყველაზე სტაბილური რეგიონი იყვნენ ახლო აღმოსავლეთში. დიახ. ეხლა პირველად ისინი ომში აღმოჩნდნენ, რადგან ირანი უკვე ესროდა მათ. მათ თავი უნდა დაიცვლან. და პირველად ისინი ამოწმებენ, რამდენად შორს წავა აშშ-ში, რომ დაიცვას ისინი. როგორ გაართვა აშშ-შომ თავი ამ გამოცდას? ძალიან ცუდად. ზუსტად ასე. და მათ გასაკვირად, ეხლა მათ აღარ იციან, კარგი ამართლებს თუ არა აშშ-ში იმპულს, რომელსაც მისი ბაზების მასპინძლობისთვის ვიხდით. თუ ის ჩვენს დაცვას ვერ ახერხებს. სინამდვილეში ისრაელი უფრო მეტად უჭერდა მხარს არაბთა გაერთიანებულ საამიროებს, ვიდრე აშშ-ს სხვა სპარსეთის ყურის ქვეყანას ამ ომის დროს. ამიტომ ისინი საკუთარ თავს უსვამენ კითხვებს, მაგალითად, უნდა მიუყვეთ არაბთა გაერთიანებული საამიროების მაგალით თუ კატარისას. ანუ, უნდა ავირჩიოთ არაბთა გაერთიანებული საამიროების მოდელი თუ კატარის მოდელი.
ისრაელი თუ აშეს ეშუახვა. ამიტომ მათ წინ ეს დიდი კითხვა დგას. შიგნით ძალიან ბევრი უთანხმოება. მაგრამ ვფიქრობ, საბოლოოდ ეს სიტუაცია მაინც გაგრძელდება. მათ უბიძგებს ისრაელთან მშვიდობისკენ ან არამშვიდობისკენ. ისრაელთან ურთიერთობების ნორმალიზაციისკენ. გარდაუვალია. რადგან სხვაგვარად რა არჩევანი აქვთ მათ? რა არის? სხვა არჩევანი არ არსებობს. ზუსტად ასე. ანუ თუ ჩინეთისკენ წავლენ, მაგრამ იქ რო წავიდნენ 1000 გვარ პრობლემაში გაეხვევიან. ვერ შეძლეს, სცადეს. საუდის არაბეთმა სინამდვილეში სცადაეს და ამას იმ ადამიანს მივაწერ, ვინც ასე თქვა. რომ საუდის არაბეთი ცნობილია პოლიგამიით. მაგრამ მათ სცადეს სხვადასხვა პარტნიორებთან. ისინი ცდილობენ აშეს ეშუსთან, ჩინეთთან, ირანთან, ბრაზილიასთან, ყველასთან, ვისაც კი წარმოიდგენთ, მაგრამ ისინი მაინც იციან, რომ აშეს ეშუ არის მთავარი ახლო აღმოსავლეთში. და ახლა ისრაელი არის ყველაზე ძლიერი ძალა ახლო აღმოსავლეთში. ამიტომ ადრე თუ გვიან მათ მოუწევთ ამ არჩევანის გაკეთება. და სინამდვილეში მე გავიგე, რომ ლიბანი უკვე დგამდა ნაბიჯებს ისრაელთან ნორმალიზაციისკენ. ან ჯერ მშვიდობის დამყარებისკენ და შემდეგ ურთიერთობების ნორმალიზაციისკენ. საუდის არაბეთმა თქვა, არა, მოიცადეთ, ჩვენ გვინდა, რომ ეს ჯერ ჩვენ გავაკეთოთ. მართლა, ეს მოვისმინე ადამიანებისგან, რომლებიც ამ პროცესში უშუალოდ იყვნენ ჩართული. ეს საინტერესოა. ასე რომ, საუდის არაბეთს სურდა ეს თავად პირველს გაეკეთებინა. ხო იცით, როგორც ჩვენ ეს ლიბანამდე გავაკეთეთ. და აი ასე ფიქრობენ ისინი სამწუხაროდ. რაც ბრძნული არ არის. და რატო არის საუდი ასე დაბნეული? იმიტომ რომ ისინი ცდილობენ ითამაშონ როლი, რომელიც მათზე დიდია. ანუ რეგიონში უფროსი დის როლი შეესრულებინათ. ისინი სპარსეთის ყურის ქვეყნებში უფროსი დაიყვნენ, მაგრამ რეგიონში, მთლიან რეგიონში, მათ ჯერ კიდევ ბევრი ვარჯიში სჭირდებათ, რომ ამას მიაღწიონ. ხო გესმით? ეს ყველაფერი იმაზე ხო არ არის დამოკიდებული ირანთან დაკავშირებით რა მოხდება. რა თქმა უნდა, ამის დიდი ნაწილი განსაზღვრავს, თუ როგორ იმოქმედებენ მომავალში სპარსეთის ყურის ქვეყნები. მაგრამ ეს ასევე არსებობს შიდა ძირეული პრობლემებიც. მისი მოსახლეობის უმრავლესობა ტრადიციულია და ალბათ საკმაოდ ანტი. ზოგადად მათი განათლების გამო. საგანმანათლებლო სისტემა აბსოლუტურად, დიახ. მაგრამ ირანი მაინც ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, გადარჩება ეს რეჟიმი თუ წავა და ახალი ირანი დაიბადება. ჯერ კიდევ უნდა დაველოდოთ და ვნახოთ, რადგან კიდევ ერთხელ ბოლო წუთს გადაწყვიტეს კურსის შეცვლა და არ ვიცით რა მოხდება შემდეგ, მაგრამ იმედი მაქვს, რომ საბოლოოდ ირანის ხალხი შეძლებს თავისუფლების მოპოვებას. ვეთანხმები. ვფიქრობ, რაც არ უნდა მოხდეს, აშესეშო დაბრუნდება თუ არა. ეს უნდა იყოს ისლამური რესპუბლიკის დასასრულის დასაწყისი, ძირითადად იმის გამო, როგორც ისინი საკუთარ ხალხს ექცევიან. ისინი გაკოტრებულები არიან, იცი, ეხლა ხან გავიგე, რომ ეხლა მათი ნავთობის ექსპორტი ისევ შეაჩერა აშეში. გულისხმობ, ეს კარგი მიმართულებით არ მიდის. ამიტომ ლოცულობ, რომ ეს იყოს დასაწყისი დასასრულისა იმ 92 მილიონი ადამიანისთვის, ვინც ირანში ცხოვრობს, მაგრამ ასევე რეგიონის მშვიდობისა და კეთილდღეობისთვისაც. ასეც არის, მაგრამ ნება მომეცით გითხრათ, სინამდვილეში ეხლა რეგიონის მომავალს ირანი არ წყვეტს. დონალდ ტრამპია. არა შეერთებული შტატები, ეს ისრაელია. ისრაელი. დიახ, მრავალ მხრივ. ისრაელი ვიტყოდი, რომ ეს ყველაზე ძლიერი ძალაა. ალბათ ერთადერთი კონკურენტი ახლა თურქეთია. ჩვენ ვიცით, საით მიდის თურქეთი. ისინი ეცდებიან, რაც შეიძლება დიდხანს ამ ბოროტი მიმართულებით წაიყვანონ საქმეები. ხო. მაგრამ ისრაელმა უნდა გულისხმოს იმ მომენტს დაუბრუნდეს, გასულ წელს ზავის გაფორმებამდე, სადაც ის თავის ყველაზე ძლიერ მომენტში იყო. ძალიან კონცენტრირებული იყო თავის მიზანზე, არა მხოლოდ ჰამასის განადგურება, არამედ ირანის როგორც რვაფეხას თავის განადგურებაც. და თუ ისინი შეძლებენ ამ წერტილამდე დაბრუნებას. ჩვენ უნდა მივიდეთ იქ. უდავოდ. ანუ უშინ ჰამასმა განაცხადა, რომ დაიშლება. და იცით, ამ ხალხმა დაიწყო ზეიმი, ჰამასი ბოლოს და ბოლოს დაიშალა. მაგრამ სინამდვილეში ეს ტყუილია, ყველაფერი ტყუილია. არანაირი განიარაღება არ ხდება, ჰეზბოლა არასოდეს განიარაღდება, თუ ჩვენ არ განვაიარაღებთ მათ. გაერო უსარგებლოა, ესენი ტერორისტები არიან. თუმცა თქვენ შეგიძლიათ. თქვენ ვერ შეძლებთ. ისინი დიპლომატიას არ მოусმენენ, მათთან გასამკლავებლად ერთადერთი გზა სამხედრო მოქმედებებია. ამ შემთხვევაში სამხედრო მოქმედებას ვინ შეიძლება მიმართოს? ისრაელი ერთადერთია, ვისაც ამის გაკეთება შეუძლია. ასე რომ, ჩემი გზავნილი საერთაშორისო საზოგადოებისთვის თქვენი მეშვეობით ასეთია.
შეწყვიტეთ ისრაელის ხელის შეკვრა და ისრაელმა მოაგვაროს რეგიონი. ის უკვე აპირებდა რეგიონის მოგვარებას 10 თვის წინ. რა თქვენ შეაჩერეთ ეს? საკმარისია. საკმარისია ჩარევა ახლო აღმოსავლეთში, თუ არ იცით, როგორ იმართება ახლო აღმოსავლეთი. ეხლა ახალი ბოსი, ადგილობრივი ბოსი ჩნდება, ეს არის ისრაელი. დავაცადოთ, მას თავისი საქმე გააკეთოს. მოდით პირველად ვნახოთ რაღაც განსხვავებული ახლო აღმოსავლეთში. დიახ. მართლა ძალიან მჯერა ისრაელის. მჯერა, რომ ისრაელს შეუძლია ახლო აღმოსავლეთის გემი სწორი მიმართულებით წაიყვანოს. ღმერთმა დაგლოცოს ძვირფასო იმ თავდაჯერებულობას, რაც მე და ისრაელის ხალხს მოგვეცი, უკან ისრაელში წავიღებ. დისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს, საოცარ საქმეს აკეთებთ, ყოველთვის შესანიშნავად მუშაობდით. გმადლობთ, მაგრამ ეხლა ნამდვილად ძალიან წარმატებული ხართ თქვენ საქმეში და თქვენ გვეხმარებით, რომ უკეთესი რეგიონი შევქმნათ. ღმერთმა დაგლოცოთ. და გმადლობთ. დიდი მადლობა ყველაფრისთვის, ფლორ. მადლობთ.